ეს გამისწორა. დავიწყებ მარტივი კითხვით. რა ტემპერატურაზე მიმდინარეობს დუღილის პროცესი? 100 გრადუს ცელსიუსზე. თითქოს ძალიან მარტივია, რომ ყველა ვიცით 100 გრადუს ცელსიუსზე მიდის ეს დუღილი და მაშინ რატო ისწავლება მეორე კლასის ფიზიკაში? რატომ ისწავლება და ესე მარტივად რო არ მიდის ეს ამბავი? უნდა გითხრათ დღეს. ყოველთვის 100 გრადუს ცელსიუსზე არ მიმდინარეობს. რა შემთხვევაში ვამბობთ, რომ წყალი დუღს? უშტუდები წარმოიქმნება. ხო და ახლა მე თქვენ განახებთ ცდას, როგორ შეიძლება წარმოუქმნათ ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურის ოკანის ხო დაინახეთ რა უკან ამასა. როგორ წარმოუქმნათ უშტუკები? დუღილი არის ორთქლათქცევის პროცესი, როცა წყალში წარმოიქმნება პატარა უშტუკები. საკმარისია რომ აი ეს ჩვენი შპრიცი შევავსოთ ნახევრამდე გამოგვრით წყალს, ვიხსები რომ გამოვქაჩო. რა წარმოიქმნა? წყალი არც კი გამთბარა, არათუ 100 გრადუსი ცელსიუსზე. წარმოიქმნა უშტუკები. ესე იგი, დუღილისთვის საჭირო პირობა რა ჩვენ ვთქვით, რომ წყალში წარმოიქმნას უშტუკები, თურმე ისეთ შეიძლება ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სერტ არ გამოვიყენო არანაირი გასხურა.